Როგორი აქტუალური იყო ხოლმე ეს თემა ჩემო ხალხასდობის დროს, კომუნისტების დროს, როდესაც ეკლესია იყო შევიწროებული, დევნილი. ისეთნაირად ლაპარაკობდნენ ხოლმე ჩვენი უფროსი ძმები და მსახურები დევნაზე, გაჭირვებაზე, რომ ახალგაზრდები ხო ისე სხვა ენთუზიაზმი, სისხლით დუხს და ერთმანეთში როცა ვლაპარაკობდით ხოლმე, აი უბრალოდ შარზე ვიყავით ხოლმე რა, რო ვთქვათ, მოკლედ, რომ დავდიოდით, გადაგებდით და როცა იტყოდნენ ხოლმე, რომ ან დაგაპატიმრებთ არ რაღაცა, ვამბობთ ხოლმე და არ იქნება ეს დღე როდის მოვა. მაგრამ ეს პატივი არ ვერგო. რომ ქრისტეს სახელის გულისათვის ჩვენი უფროსი ძმებივით საპატიმროებში ყოფილიყავით, მაგრამ აი ესეთნაირად ამბობდნენ, ლაპარაკობდნენ ამის შესახებ, რომ მოგანდომებდნენ ქრისტეს სახელის გულისთვის, რომ ბრძდარიყავით ციხეში. მაგრამ ისიც არ არის, რასაბა. მახსენდება ჩვენ მომწყევს ასეთი სიტყვა მითხრა ერთხელ, რომ როცა გამოდიოდიო ციხიდანო 5 წელი იჯდა ქრისტეს სახელის გულისთვის. როცა გამანთავისუფლესო და ვადა მოვიხადეო, უფალმა მითხრა, პატარა ციხიდან გადიხარ და დიდ ციხეში შედიხარო. ანუ ეს ყოველდღიურობა, სადაც ეშმაკი მოქმედებს, სადაც ძვირფასებო მრავალი განსასწრებელი ხდება ადამიანებს. ხანდახან შეიძლება ეს უფრო სახიფათო იყოს, ვიდრე მათთვის იგრძნობა იყოს სახიფათო. მაგრამ ღმერთს დიდება, უფალი გვაძლევს ძალას, რომ გადავლახოთ ეს ღვთისმსოფელი და მიუვაძოთ ჩვენ უფალი იესო ქრისტეს. რა კარგია, როცა ადამიანს მისაბაძი ყავს ვიღაც. აი საერთოდ ცხოვრებაში ხო ცუდია, რომ ადამიანი ცხოვრობს და მისაბაძი არავინ არ არის მის გარშემო. ყველგან ცუდ მაგალითს ხედავს. მაგალითად ადამიანი ბავშვი იზრდება და გარშემო ლოთები, ნარკომანები, ოჯახში, სანათესაოში, სამეგობროში, სამეზობლოში და არ არის ადამიანი ვისაც შეიძლება მიბაძოს და ბაძავს რა თქმა უნდა, მაგრამ ნეგატიურად. მაგრამ რა კარგია, როცა ადამიანის ცხოვრებაში არის პიროვნება, ვინ შენთვის ავტორიტეტია და ბაძავ მას. ასეთი უნდა იყოს იესო ქრისტე ჩვენ ცხოვრებაში. ადამიანები ვართ მიდრეკილი აქეთკენ, რომ მივბაძოთ ავტორიტეტებს. და როდესაც რომელიმე ავტორიტეტი არის ჩვენ ცხოვრებაში, ვიღაცისთვის შეიძლება სპორტსმენი იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება მუსიკოსი იყოს, მსახიობი და ასე შემდეგ. და ისიც რა ხდება? ადამიანები მას ბაძავენ შემდეგ ვარცხნილობაში, ჩაცმულობაში, ლაპარაკის მანერაში, სიარულის მანერაში ბაძავენ, იმიტომ რომ მათთვის ესენი არიან ავტორიტეტები. შეხვალ მაგალითად ბავშვის ოთახში და შეიძლება გაკრული დაინახო მაგალითად ერთხელ ერთ ახალგაზრდის ბავშვის ოთახში რო შევედი, კარატეთი იყო გატაცებული და ბრუსლი და კიდევ ვინ აღარ იყო იმისთვის გაკრული ქონდა კედელზე. ხო, ბაძავდა მათ. ასე ვართ ადამიანები. მაგრამ მოდი შემოძვრფასოს ბაბა და დებო დღეს წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ჩვენთვის უმაღლესი ავტორიტეტი არის იესო ქრისტე. ამინ. ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში ძვირფასებოა, ჩვენი გულის კარებზე უნდა იყოს დაწერილი იესოს სიტყვა, მისი ფასეულობები, მისი სახე, მისი პიროვნება ყოველთვის ჩვენ ცხოვრებაში უნდა იყოს წინამძღოლი ჩვენი და ვბაძავდეთ მას. თუ ის არის ჩვენი ავტორიტეტი. ქრისტე ჩვენთვის არის ძვირფასებო, არაუბრალოდ ღმერთი და უფალი. როცა ვკითხულობ სახარებას და ქრისტეს ამ ქვეყანაზე ცხოვრების პერიოდს ვაკვირდები, ქრისტე ჩემთვის არის ამავე დროს ვაჟკაცი ადამიანი, მისაბაძი ადამიანი, თავის ქცევაში, თავის ყოველ მოქმედებაში, სიტყვა პასუხში, სიმტკიცეში, უკომპრომისობაში. ის ჩემთვის მაგალითი არის და მინდა რომ ყოველთვის ჩემ ცხოვრებაში, ყველა დეტალში მივბაძო, წარმოვიდგინო, როგორ მოიქცეოდა ქრისტე. სადაც გამომდის ხოლმე, უბრალოდ წველად მინდა გითხრათ, ძალიან მიხარია. სიხარული ეუფლება ხოლმე გულს, რომ გამომივიდა. სადაც ვერ გამომდის გულში ნაკლოვანების გრძნობა რჩება შემდეგ, რომ აი რაღაცა აქ ისე ვერ გამომივიდა, როგორც იესოს. და ეს რეალობაა, შემოძვრფასებო, მინდა გითხრათ, ეს რეალური ჩვენი ცხოვრება არის. ჩვენ ადამიანები ვართ, ხან გამოგდის, ხან არ გამოგდის, მაგრამ ჩვენ ვბაძავთ მას. იყავითო მომბაძავით ჩემი, როგორც მოციქული პავლე ამბობდა, როგორც ჩვენ ვბაძავთო ქრისტესო, მე ვბაძავ ქრისტეს. ის ბაძავდა ქრისტეს.
ამიტომ მოდი მივუბაზოთ იესო ქრისტეს, ამენ. ცოცხალ დიდება და მადლობა. მე შევეხები ახლა უბრალოდ, რაც დღეს უნდა გავიხსენოთ ჩვენ, ესეც ღმერთის ისტორიის ნაწილი არის, რომელიც იმ დღეებში ხდებოდა, ვითარდებოდა, მაგრამ ის დაგეგმილი იყო დიდგანვე. ქვეყნიერების დასაწყისშივე ადამიანის შექმნამდე ქრისტე გეგმა ბე არ ყოფილა ღმერთის გეგმებში. ეს წინასწარ ღვთის წინასწარმეტყველური სულით განჭვრეტილი იყო და აი ეს დიდი ხუთშაბათი, რასაც ჩვენ ვეძახით, თუნდაც წითელი პარასკევი, როგორც მოიხსენებენ ხოლმე ტრადიციულად და შემდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ეს ყველაფერი ზრფასებო, ეს რამოდენიმე დღე ღმერთის მარადიული ისტორიის გეგმაში იჯდა. ის უბრალოდ კი არ იყო შემთხვევით მოხდა, ესე განვითარდა მოვლენები არა, ის დაგეგმილი იყო და ის ზუსტად ასე აღსრულდა. ღმერთს დიდება და მადლობა. როცა ვკითხულობ ჩვენ ზრფასებო, წინასწარმეტყველებს საოცარი არის, რომ ყველაფერი როგორ იყო წინასწარ გაწერილი, აი ქრისტეს დაბადება როგორ იქნებოდა, რომ ქალწული დაორსულდებოდა, მერე წერია ზრფასებო, როგორ გაყიდა თავის სუფრაზე მჯდომმა ადამიანმა 30 ვერცხლად რო გაიყიდა, მერე ეს 30 ვერცხლი რო დააბრუნა ტაძარში რო დააბნიეს და მერე მეთუნის მიწა რო იყიდეს. ეს ყველაფერი ძველ აღთქმაში ეწერა. სიტყვა სიტყვით აღსრულდა ზრფასებო. ის კი არა ქრისტეს ჯვართან მისი ტანსაცმელი ხო დაინაწილეს და დარჩა ერთი მოსასხამი, რომელიც მთლიანი ნაჭერი იყო და ეს აღარ დახიეს ჯარისკაცებმა, წილიყარეს, რომ ვის შეხვდებოდა ეს. 21 ფსალმუნი ლაპარაკობდა მის შესახებ, რომ წილიყარესო ჩემ ტანსაცმელზე და მოსასხამი, არა, გაინაწილეს ტანსაცმელი და მოსასხამზე რო წილიყარეს, პირდაპირ ეწერა ზრფასებო, სიტყვა სიტყვით აღსრულდა. ჰალელუია, ღმერთს დიდება და მადლობა ზრფასებო. ის კი არა ავაზაკებთან რო გააკრავდნენ ჯვარზე და მერე მდიდრის საფლავში რო დაასაფლავებდნენ იესო არიმათიელის საფლავში, ესეც კი ეწერა ბიბლიაში ზრფასებო. ამიტომ ჩვენ მოდი მივყვეთ ჩვენ უფალს. ჩვენი ისტორია დაწერილი არის. ჩვენ ამ ისტორიის ნაწილი ვართ და ეს ხუთშაბათი, პარასკევი, შემდეგ შაბათი და კვირა აღდგომის დღე, ეს ამ ისტორიის ნაწილი არის, რომელშიც იჯდა ეს დღეები, დიდებული დღეები იყო და რომელიც აღსრულდა. ამინ. აღდგომის წინა ხუთშაბათი ზრფასებო, როგორც უკვე გითხარით, ქრისტიანულ ტრადიციაში ცნობილი არის როგორც დიდი ხუთშაბათი. ან წმინდა ხუთშაბათსაც ეძახიან. მე ესეთ ტერმინებზე არ ავდაობ. არავის არ ვედავები. ვიღაცისთვის ის წმინდა, ვიღაცისთვის დიდია, ჩემთვის უბრალოდ ის ჩვეულებრივი დღე არის, რომელიც ღვთის ისტორიაში გაწერილი იყო და ჩემთვის უფრო მთავარი მოვლენა არის, რაც ხდებოდა იქ. აი ამ დღეს ზრფასებო, რადგან დღეს ხუთშაბათი არის და ჩვენ შევიკრიბეთ და სიმბოლურად აი ამ დღეს უკავშირებთ, არა, მინდა გავამახვილო ყურადღება რა ხდებოდა აი ამ დღეს განსაკუთრებულად და ერთ-ერთი რაზეც უფრო მეტად გავამახვილებ ყურადღებას ზრფასებო, ეს იქნება იმ სერობის დროს, ეს იყო ბოლო საღამო ფაქტიურად იესოს მიწიერი ცხოვრებისა, მოღვაწეობისა, შემდეგ უკვე პატიმრობა, ჯვარცმა, გუდრეთით აღდგომა და ამაღლება. ანუ მისი მოღვაწეობის შეიძლება ვთქვათ ბოლო საღამო იყო და აი ამ ბოლო სერობის დროს ის თავის მოწაფეებთან იჯდა და აი ამ სერობის დროს ბიბლია ამბობს იოანეს მე-13 თავში, რომ იესომ აი ამ ტექსტს ავიკითხავ და შემდეგ ცოტა უდენი აი ამ ტექსტის განხილვაზე ვილაპარაკოთ და კარგად მოვისმინოთ. პასუხის დღესასწაული ახლოვდებოდა. იესომ იცოდა, რომ დადგა ამ წუთის სოფლიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი. შეიყვარა რა თავისიანები წუთის სოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი. ჰალელუია. ჯერ ეს სიტყვები როგორი შთამაგონებელი არის. შეიყვარა რა თავისიანები, აქ მოწაფეებზე იყო ლაპარაკი, წუთის სოფელში რომ იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი. არის თუ არა იესო ამ ბუნების მატარებელი დღეს? უყვარვარ თუ არა იესო ჩვენ დღეს ზრფასებო? წუთის სოფელში მყოფნი, დიახ, და თან ბოლომდე. ღმერთს დიდება და მადლობა. და აი ამ სერობის დროს ეშმაკმა უკვე ჩაუდო იუდა სიმონ ისკარიოტელის ძის გულში რომ გაეცა იგი. იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთიდან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის. წამოდგა სერობიდან
ზედა სამოსელი გაიხადა, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა. მერე წყალი ჩაასხა საბადებელში და მოწაფეთათვის ფეხის ბანა დაიწყო. თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა. სიმონ პეტრესთან რომ მივიდა, უთხრა მას, უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები? იესომ უთხრა მას, ახლა არ იცი რას ვაკეთებ, მერე კი გაიგებ. იუარა პეტრემ, უკუნისამდე არ დამბან ფეხებს. მიუგო იესომ, თუ არ დაგბან, წილი არ გექნება ჩემთან. შეზახა სიმონ პეტრემ, უფალო, მაშინ მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც. იესომ უთხრა, გამბანილს მხოლოდ ფეხების დაბანა ჭირდება, რადგან ის თვლად სუფთაა და თქვენ სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა, რადგან იცოდა ვის უნდა გაეცა. ამიტომ თქვა, თქვენ ყველანი არ ხართო სუფთა. მათთვის ფეხის ბანას რომ მორჩა, აიღო თავისი სამოსელი კვლავ დაждდა და უთხრა მათ, იცით რა გაიგეთეთ? თქვენ მე მოძღვარსა და უფალს მიწოდებთ. მართალს ამბობთ, რადგან ვარ. ამიტომ თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგეკეცით თქვენ, თქვენც ისე მოიქეცით. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და არც მოციქულია თავის წარმომგზავნელზე დიდი. რა კი ეს იცით, ნეტარი ხართ თუ ამას აღასრულებთ. ამინ. დიდება უფალზრფასებო, აი ამ სიტყვებისთვის. რაზე გველაპარაკება ახლა ეს ტექსტი, შემოზრფასებო, მინდა კარგად ყურადღებით მოისმინოთ და მთავარი აქცენტები დავიჭიროთ, ზრფასებო, რაზე არის აქ ლაპარაკი? არის რა თქმა უნდა, ტრადიციულად ზოგიერთ ეკლესიაში ყოველი ზიარების წინ ფეხბურთს აკეთებენ. იყო დრო, როდესაც ჩვენ ეკლესიაც მივყვებოდით ამ ტრადიციას, უფრო ცოტანი ვიყავით, სხვა პირობებიც იყო, მაგრამ ეკლესია როდესაც გაიზარდა, უბრალოდ თან წერილის მიხედვითაც უნდა გადავხედოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ტრადიცია ცუდი არ არის, თუ კი ის კეთდება მთელი გულით და უბრალოდ რელიგიური წესჩვეულება არ არის ის, მაგრამ ხო იცით როგორ არის ხოლმე ტრადიციები ხანდახან რელიგიაში იზრდება ხოლმე. მე უბრალოდ მინდა რომ ვილაპარაკო მის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე, რაზე იყო აქ ლაპარაკი საერთოდ. იესო მოულოდნელ რამეს აკეთებს აქ ფაქტიურად. ბანს მოწაფებს ფეხებს. ნამდვილი სიდიადე, მინდა გითხრათ, ზრფასებო და დიდებულება ეს არის მსახურება. ფაქტიურად იცით იესომ რა გააკეთა? რომ ეს მონის საქმე იყო საერთოდ ებრაულ ტრადიციაში. რომ მონა ბანდა ყველას ფეხებს. მაგრამ ხო ხედავთ, იქ ვინ იყვნენ, სულ ყველა თანასწორი მოციქულები იყვნენ, ხო? თან ერთმანეთში მანამდე დავაც ჰქონდათ ხოლმე, ვინ იქნებოდა პირველი მათ შორის. არავინ არ იტვირთა და იესომ აი ამ დროს, როცა ის მოძღვარი მათი და უფალი იქ მონა არ იყო, სულ ყველა მისი მოციქულები იყვნენ, ადგა იმ საღამოთი ზრფასებო და აი ეს რაც წავიკითხეთ ჩაატარა მან. ეს იყო სრულიად მოულოდნელი რაღაცა მოწაფეებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ადამიანის სიდიადე ეს არის ზუსტად სულიერება ადამიანისა, როცა შენ ემსახურები სხვებს. როცა გააქვს იმისი გული, რომ შენ მოემსახურო სხვა ადამიანებს, დაინდაბლო თავი სხვა ადამიანების წინაშე. შემდეგ ზურფასებო, ხედავთ რომ კონტექსტი მინდა რომ აი გადავხედოთ რომ მანამდე სანამ იესომ ეს გააკეთა, ნახეთ რა წერია რომ იცოდა იესო რომ მამამ ყველაფერი მისცამას ხელთ. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამე ვიცოდეთ რომ იესო მიცოდა თავისი ღვთიური ავტორიტეტი. კი არ დავიწყებია. ის ყველაზე დიდი იყო მათ შორის, ვინც კი იმ სუფრაზე იმყოფებოდა. იესო მიცოდა რომ ყველაფერი მის ხელთ იყო. იცოდა იესომ საიდან მოვიდა, იცოდა იესომ სად მიდის. და სწორედ აი ამ ცოდნის ფონზე იესომ რო იცოდა, ის არ ამაღლებულა. პირიქით დაიხარა და მოწაფეებს დაუწყო ფეხის ბანა. ჰალელუია. ისეთ აი ცოტა უხეშ შედარებას გავაკეთებ რომ აი როცა ვაკვირდები ცხოვრებაში ვინ არიან ამპარტავანი ადამიანები, ხო? ძალიან ხშირად ისეთ რადასკვნე გავამოქ, ესენი არიან არასრულფასოვანი კომპლექსის მატარებელი ადამიანები. ამაყი ადამიანები, ამპარტავანი ადამიანები, არავისზე დაბალი არ გამოჩნდნენ. და ცდილობენ ყოველთვის რაღაცის დამტკიცებას. ყოველთვის ცდილობენ ვიღაცაზე მაღალი იყოს, ვიღაცა მას მოემსახუროს. საიდან ეს ზრფასებო? მე ამას უბრალოდ ვეძახი არასრულფასოვნების კომპლექსს, რომ ადამიანი შინაგან რაღაცას
ამტკიცებს, რაღაცას იქმაყოფილებს, რაღაცას ცდილობს რომ დაამტკიცოს. მაგრამ უყურეთ აი ამ დროს ადამიანი რომელიც თავის თავში თავდაჯერებული არის, იცის ვინ არის, თავისი შესაძლებლობები, ბრძენიც არის, ძლიერიც არის, ეს ადამიანი სხვანაირი ადამიანი არის. ასეთი ადამიანები ხშირად უფრო თავდაბლები არიან. ასეთი ადამიანები ხშირად უფრო მომსახურენი არიან, უფრო ანგარიშს უწევენ სხვა ადამიანებს, მათ სისუსტეებს უწევენ ანგარიშს. მათ სიუზურებს უწევენ ანგარიშს, მათ უცოდნირობას უწევენ ანგარიშს და მინახია ძვირფასებო რომ უგუნური ადამიანი უმტკიცებს ბრძენს რაღაცას და ამ დროს ბრძენი უსმენს და შეიძლება უბრალოდ ჩაიღიმოს. უსმენს მას. სულ არ გრძნობინებს რომ მასზე დიდი არის, მაგრამ იცით რა არის? ბრძენი კაცის სიტყვა სულაც არ არის საჭირო მან რაღაც ამტკიცოს, ერთ სიტყვის და იმას სიტყვის რაც არის. მაგრამ ისეთ რა არის, აი ეხლა ხედავთ რომ ნამდვილი სიდიადე იესო მიცოდა ვინ იყო, საიდან მოვიდა, სად მიდის, ვინ წარმოგზავნა და აი ამ უფალმა, რომელიც ამ ქვეყანაზე კაცთა შორის ყველაზე დიდი იყო და ღმერთი იყო მოსული ქვეყანაზე რას აკეთებს? ის რაც მონას უნდა გაეკეთებინა. ის რაც წესით ალბათ თუ მონა არ იყო, რომელიმე მათგანს უნდა ეთავა, ამ პეტრეს ეთავა, ან კიდევ სხვას და გაეკეთებინა ეს. მაგრამ იესო მითავა და იესომ რო დაიწყო მის გაკეთება, პეტრეს გულ შემოეყარა, უფალო შენ უნდა დამბანო ფეხები. ჩემო ძვირფასებო, ხედავთ რომ ნამდვილი სიდიადე ადამიანი შენ შიგნით თუ ხარ სულიერი, მართლა ღვთის დიდებაში მაცხოვრებელი ადამიანი შემსახური ადამიანი ხარ. ამენ. როგორც უკვე გითხარით, იმ დროის კულტურაში ფეხის დაბანა მონის საქმე იყო, მაგრამ იესო გაიძროზე და სამოსელი შემოიკრა ხელსახოცი ტილო და დაიწყო მოწაფეების ფეხის ბანა. პეტრეს რეაქციაზე მინდა გავამახვილო ჩვენი ყურადღება. მე-6 მუხლებში არის ზურფასებო, რა ხდება აქ რეალურად რომ პეტრე მოციქულის რეაქცია ასეთი იყო, არასოდეს არ დამბანო ფეხებს. ეს არ იყო უბრალოდ უარი ზურფასებო. აი ხედავთ აი ამ ტექსტში ჩვენ როცა იესომ ეს გააკეთა და პეტრესთან მივიდა, ეკითხება უფალო შენ უნდა დამბანო მე ფეხები? მიხვდა პეტრე ზურფასებო რომ ქრისტე ის პიროვნება არ იყო ვისაც მისი ფეხები უნდა დაებანა ადამიანურად. და ეუბნება ზურფასებო რომ შენ უნდა დამბანო ფეხები? იესო რას ეუბნება მას? იესომ უთხრა მას ახლა არ იცი რას ვაკეთებ, მერე გაიგებ. იმიტომ რომ იესოს ჰქონდა რაღაც ჩანაფიქრი ამით, რაღაცას ასწავლიდა მოწაფეებს. იუარა პეტრემ უკუნისამდე არ დამბან ფეხებს. მიუგო იესომ თუ არ დაგბან, წილი არ გექნება ჩემთან. ცოტა ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება ზურფასებო. პეტრეს რეაქცია ამ დროს ზურფასებო, ნუ ადამიანურად ბუნებრივია ეხლა რომ იუხერხულა. არის ხოლმე მომენტი როცა ამას ვაკეთებ და მე ვიღაცას დავბანე ფეხები, იუხერხულებენ ხოლმე როგორ ეხლა წყემს ფეხები დამბანა? და რა იცი რომ ყოველდღე არ აგბან ფეხებს. მაინც და მაინც ტაში დაწყალი ხო არ არის. აქ უფრო ღრმა აზრი არის. და აქ ხედავ ჩვენ ზურფასებო რომ პეტრე მოციქული როცა უყურებდა ზურფასებო ეს უბრალოდ უარი არ იყო. იმიტომ რომ ნახეთ რა არის რომ პეტრე ფიქრობდა იესო არის უფალი. უფალი არ უნდა ემსახურებოდეს ადამიანს, ხო? რეაქცია ხო ასეთი არის. რატო იუარა? და როცა ნახა ეს უფალია, ამ უფალმა არ უნდა გააკეთოს ეს საქმე. უფალმა არ უნდა დამბანოს მე ფეხები, ეს უფლის საქმე არ არის. პეტრე ასე ფიქრობდა. მაგრამ უყურეთ იესო რას ეუბნება? ფაქტიურად მან იესოს მომსახურებაზე უარი თქვა რა? თუ არა? აი იესოს რომ მისთვის ფეხები უნდა დაებანა და მომსახურებოდა, პეტრე მამაზე უარი თქვა. აი ამიტომ იესო ეუბნება მას რომ არ გექნება წილი ჩემთან პეტრე. თუ არ დაგბან ფეხებს ჩემთან წილი არ გექნება. მოდი უბრალოდ დავიღო, თუ ეს უბრალოდ ფეხის ბანის მნიშვნელობა იყო, ხო? რა მოხდა ახლა თუ პეტრემ იუხერხულა და ქრისტემ ფეხები არ დაბანა, რატო უნდა წაერთვას წილი ქრისტესთან, ხო? მაგრამ ამას ღრმა სულიერი მნიშვნელობა აქვს ზურფასებო. აქ მარტო ფეხის ჭუძღზე არ იყო ლაპარაკი, რომელიც ყოველდღე ჭირდებოდა ისრაელში ფეხის დაბანა, იმიტომ რომ უდაბნო სანდლებით დადიოდნენ, ყოველდღე ფეხის ბანა ჭირდებოდათ, მაგრამ თუ აქ უბრალოდ პეტრეს მოერიდა, მე მგონი ეს უბრალოდ ფეხის ბანა თუ იყო ეხლა, ეს მიზეზი არ იყო, ჩემთან არ გექნება წილი.
ეხლა რო უთხრა ვიტალი ფეხი უნდა დაგბანო და არა შენ უნდა დამბანო ფეხი მე ვერ ვეთქვი ეხლა ჩემთან წილი არ გექნება რას ნიშნავს ეს ზურფასებო ჩემთან წილი არ გექნება აი რა იყო აქ შინაარსი რომ ჩავხედოთ არა როცა ამაზე ვფიქრობდე ზურფასებო აი რას ნიშნავს წილი რა იყო აქ ეხლა ისეთი რა მოხდა პეტრემ რო უარი უთხრა რომ ქრისტემ უთხრა ჩემთან წილი არ გექნებაო ეს ძლიერი ფრაზაა ძალიან ზურფასებო ანუ იესო ეუბნება წილი ფაქტიურად ნიშნავს ზურფასებო კავშირი მონაწილეობა მოზიარეობა ერთობა რავი ბევრ რაღაც შეიძლება ჩამოვთვალოთ ჩვენ ხო წილი მარტო ბიზნესში კი არ არის ჩემი წილი ამდენი პროცენტია შენი წილი ამდენი პროცენტი არა აქ როცა უფალთანა გვაქვს ჩვენ წილზე ლაპარაკი ეს არის ჩვენი მოზიარეობა ჩვენი კავშირი უფალთან უფალი გვემსახურება ჩვენ ვემსახურებით უფალს ხო არის ეს ორი მომენტი არა ჩვენ გვაქვს წილი ერთმანეთთან ჩვენ და უფალს და ამ დროს ზურფასებო აქ სულიერი მომენტი არის მე ვფიქრობ რომ იესო ეუბნება თუ არ მიიღებ ჩემ მომსახურებას ჩემთან წილი არ გექნება რას ნიშნავს ზურფასებო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი რამე ვიცოდეთ კარგად დაიმახსოვრეთ ეხლა რაც უნდა ვთქვა ზურფასებო იმიტომ რომ მნიშვნელოვანია მე მგონი აი აქ აი ამ კონტექსტში რომ ეს ვიცოდეთ ჩვენი ქრისტიანობა არ იწყება იმით რომ ჩვენ ვემსახურებით ღმერთს ხვდებით რას ვამბობ რითი დაიწყო ჩვენი ქრისტიანობა ჩვენი ღმერთის სამსახურით არა ზურფასებო ქრისტიანობა იწყება იმით რომ ჩვენ ვიღებთ ღმერთის მომსახურებას ღმერთი გვემსახურება ჩვენ იესო გვემსახურება ჩვენ იესომ ჩვენი მსახურება დაიწყო იმ პერიოდიდან როცა მოვიდა ქვეყანაზე გახდა კაცი და ჩვენ როდესაც მოვდივართ ღმერთთან იესო დაკარგულების მოსაძებნად მოვიდა იესო დღეს შრომობს და ჩვენ როდესაც მოვედით ღმერთთან იესო გვემსახურებოდა ჩვენ დღეს მრავალი ადამიანი ღმერთის დახმარებაზე მის მადლზე უარს ამბობს და ვისაც წილი არ აქვს იესოსთან მაგრამ ჩვენი ქრისტიანობა არ იწყება იმით რომ ჩვენ ვემსახურებით ღმერთს ჩვენი ქრისტიანობა იწყება იმით რომ ჩვენ ვიღებთ ღმერთის მომსახურებას ჩვენს მიმართ ამინ იესო დღესაც გვემსახურება ჩვენ იესო დღესაც გვბანს ფეხებს ჩვენ იესო დღესაც გვითმენს ჩვენ იესოს მადლი და წყალობა დღეს იგივე არის იესო არ შეცვლილა ღმერთის დიდებული სული ზურფასებო ცხოვრობს ჩვენში ხან იტანჯება ხან მოწყენილი არის ხან ნაღვლიანდება რისთვის ჩვენი საქმეებით მაგრამ გვემსახურება შეგვაგონებს გვასწავლის ესეთ ხანდახან მოსეს სიტყვები გახსოვთ ისრაელმა რო ყელში ამოუყვანა რა თქვა მე ვშობე ეს ხალხიო ადამიანს ყელში რო ამოუვა ამბობს ამას იცით ამდენჯერ მქონია განცდა რომ მოსესთვის რა კარგად გამიგია როცა ცდილობ რაღაცას როცა ადამიანი არაფასებს როცა ერთეულები და მეორეს აკეთებს როცა ჯიუტობს ადამიანი და როცა ასეთი რაღაცები მსახურს ხდება არა მიფიქრია მეთქი მოსემ ამიტომაც თქვა მე ვშობე ეს ხალხი ბოლო მე გავაჩინე მაგრამ იცით რა არის ზურფასებო მაგრამ შემდეგ ქრისტეს სიყვარული ისევ აბრუნებს მსახურის გულს და ისევ ემსახურები ისევ იმას აკეთებ ისევ აგრძელებს მსახურებას წესით უნდა ზურფასებო ჩაიქნიოს კაცმა ხელი და გავარდეს სადღაცა მე ჩემ თავს მიხედავ და ჩემ ცხოვრებას ერთხელ ვიფიქრი ასე ახალგაზრდა რო ვიყავი როა მომივიდა ყელში მეთქი ახალგაზრდა კაცი ვარ 22 წლის ვიყავი მთელი ცხოვრება ესე თუ გავატარე ეხლა ნერვები შევიჭამე კარგად იქნება ჩემი საქმე და გადავწყვიტე და მივალ კვირას მსახურებაზე ავჭალაში ვიგრევოთ მაშინ და ვეტყვი ძმებს გამანთავისუფლდით მსახურებიდან დამავალთ ერთი საქმე გავაკეთებ ყველაფერს მაგრამ გზაში რომ მივდიოდი სამარშრუტო ტაქსი ვიჯექი მძღოლის გვერდით და უფალი დამელაპარაკა სულიწმინდა მეუნება შვილო რატო არ გინდა შენი ცხოვრება მსხვერპლად მოიტანო რატო არ გინდა შენი ცხოვრება სამსხვერპლოზე დადო და მსხვერპლად შემომწირო მე და მაშინ მივხვდი ამ სამსხვერპლოს მნიშვნელობას ახალი აღთქმის პერსპექტივით და მე ვთქვი უფალო მაპატიე უფალო და გავაგრძელე ღმერთის ხალხის მსახურება ეხლა მე ჩემ ადამიანურ მაგალითს გიყვებით მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ უფალი ის მსახური არის ჩვენი ის მოკვდა ჩვენთვის მე თქვენთვის არ მომკვდარ ვარ იესო მოკვდა ჩვენთვის და დღემდე თავისი დიდებული სულით გვემსახურება ჩვენ ხანდახან ერთხელ უფალს ლოცავში უფალო მეთქი რა აი არ მესმის შენი რატო უთმენ ამ ადამიანს
მე ალბათ გავანადგურებდი. მითქვია უფლისთვის უფალო, მე არ მესმის შენი, მაგრამ არც გეწინააღმდეგე, იმიტომ რომ ვიცი რომ შენ მართალი ხარ ეხლა. სად შეიძლება ეხლა მე ვედაო ღმერთს, დავარო გავუმართო ღმერთს, ბოლოს მაინც ღმერთი გამოვა მართალი. ამიტომ ვისწავლ ერთი რაღაც, არ ვედავები. მოგრძალებით ხანდახან ვამბობ ხოლმე, უფალო არ მესმის. მაგრამ ვიცი რომ შენ მართალი ხარ. აი ამიტომ შემოზრფასებ ვიცით რა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ღმერთი დღესაც გვემსახურება ჩვენ. პეტრე მზად იყო იესოს მომსახურებოდა. ხანდახან ჩვენში მზადყოფნა არის მოემსახუროთ იესოს, მაგრამ რამდენად მზად ავართ რომ იესოს მსახურება მივიღოთ. მისი მომსახურება მივიღოთ, მისი სულიწმიდის ხმა მივიღოთ, მისი დავალება მივიღოთ. როცა ის გვემსახურება, როცა ის ცდილობს რაღაცა შეგვაგონოს, რამდენად არის ჩვენი ყური მოსმენი ამ დროს. ჰალელუია. ეს პრობლემა დღეს შეიძლება ბევრ ადამიანში იყოს. პეტრემ ფაქტიურად იესოს მომსახურება არ მიიღო და იესო ამიტომ ეუნება. თუ არ დაგბან ჩემთან წილი არ აგაკ. თუ იესოს მომსახურებას ჩვენ არ ვღებულობთ, თუ სულიწმიდის მომსახურებას ჩვენ არ ვღებულობთ, ჩვენ წილი უფალთან არ გვექნება. ამიტომ დრო არის ცოტა გამოვხიზდეთ და მის მომსახურებას ზრფასებო მიუგდოთ ყური და მივიღოთ, იმიტომ რომ სულიწმინდა იესო დღესაც გვემსახურება ჩვენ. ჰალელუია, ცოცხალ დიდება და მადლობა. ფეხდბანვა ზრფასებო აქ არის სიმბოლო უფრო ღრმა რეალობისა, რომელზეც ვლაპარაკობთ. იესო გარედან ბანდა ფეხებს, მაგრამ უყურეთ რა ხდება. მეათე მუხლში ამბობს, როცა პეტრე მოციქულმა უთხრა, როცა ეს მოისმინა პეტრემ, თურმე იესოსთან წილი არ მექნება, მეორე უკიდურესობაში გადავარდა. უფალო მარტო ფეხები კი არა, თავი, ხელები, მზად იყო ყველაფერი, მაგრამ იესომ რა უთხრა მას? დაბანის აღარ ჭირდება დაბანა, მხოლოდ ფეხების დაბანა. თქვენ ყველა გამბანილები ხართ, განწმენდილები ხართ. იცით აქ რაზე არის ლაპარაკი ზურფასებო? დაბანა ეს არის განწმენდა სრული, ჩვენ როცა ხსნა მივიღეთ. იესომ თქვა, ჩვენ გვაღიარა იესომ წმინდანებად. იცით წმინდანი არ უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენ სურათებში ნანახი თავზე შარავანდედი რო ადგას. ბიბლია ფაქტიურად ყველა მის მორწმუნეს, ვინც იესო ქრისტე მიიღო და განიწმინდა, წმინდებს უწოდებს. ეს ბიბლიური ტერმინი არის ზურფასებო. მაგრამ წერია წმინდა კიდევ უფრო განიწმინდოსო. ესე იგი წმინდას განწმენდა ჭირდება. წმინდა ამგაგები წმინდა არ არის რომ უწმინდესია და მას აღარაფერი აღარ აქვს, ცხოვრებაში გამოსასწორებელი არა, ჩვენ მივიღეთ განწმენდა. იესომ თქვა, თქვენ ყველა გამბანილები ხართ და გამბანილს ხელახლა თავიდან ბოლომდე გამბანა აღარ ჭირდება. მხოლოდ ფეხების დაბანა. იმ დროში, როგორც უკვე გითხარით, ფეხები ყოველდღე უჭუჭყიანდებოდათ. აი ახლა ვიღოთ მაგალითად რომ ადამიანი რო იბანავა, დუში მიიღო, აბაზანაში შევიდა და გამოვიდა. თუ ამ დროს ფეხშველა გაიარე შენ ტალახში, შენ მთლიანად დაბანა ხელახლა აღარ გჭირდება, მარტო ფეხების დაბანა გჭირდება ამ დროს. ამიტომ იესომ აი სულიერი რეალობა მოიტანა და ეუბნება რომ თქვენ განწმენდილები ხართ, აღარ გჭირდებათ თან გარდა ფეხებისა. ეს ზურფასებ უფრო ღრმა სულიერი რეალობა, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში ხდება, ჩვენ ყოველ დღე რაღაცა გვხდება ცხოვრებაში. აბა კარგად დაფიქრდით, ეხლა მოდი ძალიან დიდ წმინდანობას უნდა ვიწყებთ ეხლა ჩვენ. მონანიება აღარ ჭირდება ადამიანს. ის კი არა, მე ერთხელ ეკლესიაში ვთქვი, აბა ეხლა დაფიქრდი, სახლიდან რო წამოხვედი დილით 8 დექი და სანამ კრებაზე მოხვედი. ნეტა გამომატანა, ეხლა აი რა კარგად ჩანს არა ეს ტექსტი ეკრანზე. აი ახლა ისეთი მოწყობილობა რომ მქონდეს რომ შეუერთო ახლა ჯონის ან ვიტალის ან კოტეს და არა შეუერთო ეს მოწყობილება და დღეს რაც კი იფიქრა მარტო ფიქრებზე ვლაპარაკობ გამოვიდეს ეკრანზე. აი მაგ დროს დავინახავ თურმე აი უკვე ჯერ ფიქრებში რამდენი მოსანანიებელი გქონია შენ. რეალობა ეს არის ზრფასებო. ეხლა ქმედებებზე აღარა მაქვს ლაპარაკი, მე ეხლა ფიქრებზე ვთქვი. მაგრამ ქმედებებს თუ აწონ დაწონი, სად რა უნებლიეთ ყვილი. არასრული სიმართლის თქმა, რაღაცის დამალვა, არასწორი მოტივი, რაღაცა ქმედება რაღაცის გამო. მოდი ღრმად აღარ შევალ. ვისაც ყური აქვს სასმენად ისმინოს. ეს ყველაფერი ზურფასებო. ეს ზუსტად ის ფეხის ჭუჭყი არის რომ
აი ამ ტალახში ისე ვერ გაივლი რომ არ დაისვარო. ტალახში ისრება ფეხსაცმელი. როგორი პეწენიკაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა ცდილობდე, ზოგი უფრო მეტად ისრება, ზოგი ნაკლებად ისრება. დაბანა ფეხებისა ყოველთვის საჭირო იყო იქ და იესომ ეს უთხრა. სულიერად მინდა გითხრათ, ეს ნიშნავს ჩვენ უკვე გადარჩენილი ვართ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება ჩვენ ცხოვრებაში შესტომები, ბინძურდები რაღაცით და გჭირდება განახლება. ყოველდღიური გასუფთავება გჭირდება შენ. ამიტომ თუ სულიერი ადამიანი ხარ შენ, ჯერ კონტროლს უწევ შენ საკუთარ თავს, წაფავ შენ გრძნობებს, ფიქრებს და შენ გმართებს დაფიქრება. და თუ გაგახსენდა საღამოთი ძილის წინ, როცა თავიდადე ბალისზე და ანალიზი გაუკეთე ყველაფერს და დაინახე რომ რაღაცა შეგეშალა, მოუბოდი შეღმერთს, მოინანიე, ძალას თხოვე და აღარ გაიმეორო. ჰალელუია. რატომ არის ზურფასებო ასეთი მნიშვნელოვანი? თუ ჩვენ არ დაუშვებთ იესოს მომსახურებას ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ საკუთარ ძალებზე ვიქნებით დაიმედოვნებულები, წილი არ გვექნება უფალთან. როგორც იესო ფეხს ბანდა, ასე ჩვენ დაუშვათ სულიწმინდის მომსახურება. ნება მივცეთ უფალს, შემოვიდეს ჩვენ შინაგანში, ნუ გაუჯიუტდებით პეტრესავით, ნუ გაუჯიუტდება ჩვენი გული სულიწმინდას, მის შეგონებას, მის სწავლებას დაუჯერე და ემორჩილე. ამინ. ჰალელუია. უთხარი ღმერთს, უფალო, შეეხე ჩემ არსებას იქ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდება შენი შეხება. სადღაც ვერ პატიობ, სადღაც რაღაც არის, აი რასაც ვერ ერევი, უთხარი უფალს, უფალო, შეეხე ჩემი ცხოვრების აი ამ ნაწილს. ჰალელუია. თუ ჩვენ იესოს განწმენდელ მოქმედებას არ მივიღებთ და მის მომსახურებას და სულიწმინდის მომსახურებას, ჩვენ წილი უფალთან არ გვექნება. ჰალელუია. და კიდევ რაც იესომ თქვა, დაამკვიდრა ახალი სტანდარტი და ამბობს, მე მაგალითი მოგეცითო თქვენ. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის მარტო ისტორია, ეს მაგალითი არის. ეს არ არის მარტო უბრალოდ რაღაც, რაც უნდა წავიკითხოთ. იესომ თქვა, მე ამით თქვენ მაგალითი მოგეცით. რა მაგალითი მისცა იესომ ზურფასებო? ქრისტიანული ლიდერობა მე მინდა მსახურებს უთხრა, პირველ რიგში. ეს მსახურება. ეს მომსახურება. ცუდია, როდესაც ეკლესიის მწყემსებს და ლიდერებს თავი დირექტორები გონიათ. როცა თავი უფროსები გონიათ, როცა თავი გონიათ, რომ აი უსიტყვოდ ყველაფერი ისე უნდა იყოს და მე ბელადი ვარ, ამ ადამიანს ჩვენ ბელადები არა ვართ. ბიბლია გვასწავლებს ჩვენ, როგორც იესო ემსახურებოდა, ჩვენ ასევე ვემსახურებით. იცით რა, მე მინახი ესეთი მომენტი, რომ რაღაცას ეუბნება მწყემსი ადამიანს და ადამიანს აინტერესებს რატო? ხო აი მეუბნები ესე გავაკეთო, რატო? ვერ გაიგო. არ არის საჭირო შენიცოდე, როგორც გეუბნები ისე გააკეთე. ეს არ არის ლიდერობა. ლიდერობა ეს არის მომსახურება. უნდა მოემსახურო ადამიანებს. ეს არ არის დირექტორობა, ეს არ არის უფროსობა, ეს არის ზურფასებო მომსახურება ადამიანებისა. იესომ თქვა, როგორც მე თქვენ მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, მე ამით მაგალითი მოგეცით, თქვენც იგივე გააკეთეთ. ცხოვრებაში იგივე გააკეთე. ყოველთვის იქნებიან ადამიანები შენ ცხოვრებაში, ვისაც უნდა მოემსახურო, თავდავლობით, სიყვარულით და მომსახურებით. ამინ. ცოცხალს დიდება და მადლობა ამისთვის. მივხვდით არა ფეხბურთის მნიშვნელობას. ჩვენ ამას დღეს სიმბოლურად აქ ჩავატარებთ ზიარების წინ, რადგან თვალხილულადაც უნდა დაინახოთ იესომ რა გააკეთა იმ დროს. მაგრამ აი ამის შემდეგ უკვე იმ ხუჩაბაც დღეს ამის განმარტებას აღარ შეუდგები, იმიტომ რომ კვირასაც ვილაპარაკე ამაზე, იესომ ზიარება დააწესა. იესომ აიღო თავისი იქ პური და თქვა, ეს ჩემი სხეულია თქვენთვის დამტვრეული. ეს სასმისი ჩემი სისხლია, რომელსაც ახალ აღთქმაში გაძლევ თქვენ და ეს გააკეთეთო ყოველთვის, დაუდომცნებად ეკლესიას. აი ამის შემდეგ, როდესაც მიიღეს ზიარება ზურფასებო, სერობის დროს იესომ თქვა, რომ ერთ-ერთი მათგანი გასცემდა და ფაქტიურად ამ დროს იუდას მოღალატეობა გამოვლინდა, მე ხო არა უფალო, ვისაც ფულს შაუწობ. და როცა ლუკმა მიაწოდა
იუდა წავიდა და მან უკვე დაგეგმა ქრისტეს გაცემის სპეცოპერაცია დავარქვათ ასე თანამედროვე ტერმინოლოგიით. ჩვენ ხედავთ ძვირფასება. ფაქტიურად ორგანიზება გაუკეთა იუდამ იესოს დაჭერას. წავიდა და მიიყვანასად გეციმანიაში. ხუთშაბათის ერთ-ერთი მოვლენა გეციმანის ბაღში ლოცვაც იყო. იესო ლოცულობდა გეციმანის ბაღში და აი ამ დროს ჩანს მისი ტკივილი, როცა ამბობს ძვირფასება. ტვირთი მისი და ამბობს უფალო, მამაო, თუ შესაძლებელი ესას მისი განმაშორე მე, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი ნება იყოს. ქრისტეს არ ეშინოდა სიკვდილის. ქრისტე მიცოდა რომ კუდრეთით აღდგებოდა. მე უბრალოდ ამაში ცით რას ხედავ, მისი განცდა, მისი ტანჯვა რასთან იყო დაკავშირებული? ეს იყო აგონია, ძვირფასება, აი წმინდა სულზე ქრისტემ რომელმაც ცოდვა არ იცოდა, მთელი ქვეყნის სიბინძურე იყო დაწოლილი გოლგოთის ჯვარზე. ღმერთო ჩემო, რატომ დამტოვე მე? ამას სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ ამ ადგილს, მაგრამ მე პირადად ასე ვხედავ ამ ადგილს, რომ იესოზე იმ დროს მთელი ქვეყნიერების ცოდვა და სიბინძურე იყო დადებული და იესო ფასი ხდიდა, სასჯელი იტვირთა მან და ღმერთი იქ არ არის, სადაც ცოდვა და ღმერთის თვალები ამ დროს ქრისტეს არ ასტკიოდა გოლგოთის ჯვარზე? შეიძლება ბევრს გონია, ასეთი აზრიც იყო, რომ ღმერთმა მისცა ძალა ოროტკივილები არ ეგრძნო და ერთმა ძმამ თქვა, მასემ ვიტანჯებოდ დიდი სიამოვნებითო. თუ ტკივილს არ ვიგრძნობდიო, იესო ყველაფერს გრძნობდა. მამას შეეძლო ძვირფასებო, რომ საერთოდ ძვირფასებო რო ტკივილიც არ ქონოდა, მაგრამ მამამ სახე იბრუნა, დროებით მიტოვებული იყო იესო ქრისტე, იმიტომ რომ ფასი ხდიდა. მთელი ქვეყნიერების ცოდვები მასზე იყო. აი ამიტომ წინასწარ გეციმანის ბაღში იესო წარმოიდგინა მთელი ქვეყნიერების სიბინძურე, ცოდვა, ამისთვის ფასი უნდა გადაეხადა. მე ფიქრობ, რომ აი ეს განცდა და ტანჯვა იყო, მაგრამ თქვა, მამაო, ჩემი ნება კი არა, შენი ნება იყოს. ჰალელუია, ცოცხალებს დიდება. შემდეგ მოდიან ჯარისკაცები, აპატიმრებენ იესოს იუდას დახმარებით და ამის შემდეგ უკვე იწყება გზა სასამართლოსკენ. ეს არის უკვე პარასკევი დღის მოვლენები, რასაც დიდ პარასკევს ეძახიან, სადაც იყო იესოს სასამართლო განსჯა, მისი გვემა, დაცინვა, შემდეგ ჯურისტარება გოლგოთისკენ, როგორც წეგან ძმა კოტემაც აღნიშნა, ჯვარცმა გოლგოთაზე, იესოს სიკვდილი და თვითონ ბუნების რეაქცია ჩანს, რომ კლდეები დასკდა, მზე დაბნელდა, ტაძარში ფარდა გაიხეს, კიდევ ცალკე თემა არის და დრო არ გვაქვს რომ ეხლა ვილაპარაკოთ მაგდენი, ბნელდება ცა, ტაძრის ფარდა იხევა, მიწა იძვრის, საფლავები იხსნება და როცა ეს ყველაფერი იხილეს, რომელმაც სისთავმაც კი თქვა, ნამდვილად ეს ღვიძლი არისო. ჰალელუია. იესო დაკრძალეს შემდეგში ახალ სამარხში, რომელიც ეკუთვნოდა იოსებ არიმათიელს და დიდი ქვა დაადგეს საფლავს. თითქოს ყველაფერი დასრულდა. მორჩა დაასამარეს ჭეშმარიტება, მაგრამ ისტორია ღვთისაა არ მთავრდება. ისტორია გრძელდება, რომელსაც უკვე აღდგომის ღამესაც გავიხსენებთ. წინ აღდგომა არის. ჰალელუია. წინ ცარიელი საფლავი არის. ეს არის ჩვენი ქრისტიანული მოძღვრების გული, გულისცემა. მოციქული პავლე ამბობს, ქრისტე რომ მომკვდარიყო და არ აღუდგარიყო, არაფერი არ იქნებოდა ჩვენი რწმენა, მაგრამ ჩვენი რწმენის სინამძღოლი ცოცხალია. ღმერთს დიდება და მადლობა. აი დაახლოებით ძვირფასებო, როცა ღმერთის სიტყვას ვკითხულობთ, არა, აი ამ ისტორიებს ვხვდებით ჩვენ და ჩვენ მორწმუნეებმა ეს ყველაფერი უნდა შევისწავლოთ, შევიმეცნოთ ძვირფასებო. აი სისხლში და ხორცში უნდა გქონდეს აი ეს გამჯდარი, აი ეს ხალხი ვარ ჩვენ, როგორც იესო მიცოდა რომ მამისგან გამოვიდა, როგორც იესო მიცოდა ვინ იყო, საიდან მოვიდა და სად მიდის. აი ასე ჩვენ უნდა გქონდეს სისხლი და ხორცში გამჯდარი და ვიცოდეთ ვინა ვარ ჩვენ. ჩვენი იდენტობა უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ იესო ქრისტეს ვეკუთვნით, რომ ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, რომ ჩვენ მისგანა ვართ მოსულები, ამ დროების ცხოვრებაში ვცხოვრობთ და დადგება დრო. თუ მანამდე ქრისტე არ მოვიდა და ჩვენ მოგვიწია ამ ქვეყნიდან წასვლა, წარვდგებით მის წინაშე. ხოლო ის თაობა, რომელიც იქნება, ჩვენ ვიქნებით თუ სხვა იქნება, რომლებიც
იხილავენ ქრისტეს მეორედ მოსვლას ამ ქვეყანაზე, ეს ხო თავისთავად ცხადია, გარდაუვალი მოვლენაა, მაგრამ ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი საბოლოო ისტორიის დასასრული იესო არის. და ესეც არ არის დასასრული, იქ მარადიულობა არის. მაგრამ მე ვგულისხმობ ჩვენი მიწიერი გზის დასასრული, ეს იესოა. ამიტომ მინდა ერთი კითხვა, სანამ ვილოცებთ და კიდევ გავაგრძელებთ ჩვენ მსახურებას. გათვითცნობიერებული გააქვინა ხარ? ვის ეკუთვნი? საიდან მოხვედი, სად მიდიხარ, ვისი შვილი ხარ? რა ღირსებით დაგაჯილდოვა ღმერთმა? იცი ვინ ხარ? თუ იცი, შეცვალე შენ ცხოვრება. და იცხოვრე იესოს ღირსად. ამინ. ცოცხალ ღმერთს დიდება. მოდი ჩვენ მინდა რომ ერთი ლოცვა შევასრულოთ. აი ამ ლოცვის დროს შეგეძლოთ მოვიდალი გაუწიოთ აქ ორგანიზება. სიმბოლურად ფეხს დავბანთ რამოდენიმე სხვადასხვა ასაკის ადამიანს და ვთხოვ უფალს ამით. როგორიც ეს სულიერებას გარეგნული რიტუალი რა თქმა უნდა არ მატებს. მაგრამ რაც ვილაპარაკეთ, იესომა ეს ჩადო აი ამ რიტუალში და ყოველთვის გვახსოვდეს ჩვენ. სიყვარული, თავდაბლობა, მომსახურება. არა მარტო ერთმანეთისა ქრისტესაც მივცეთ უფლება მოგვემსახუროს, სულიწმინდას მივცეთ უფლება მოგვემსახუროს ჩვენ. მოდი წამოვიდეთ და ველოცეთ. ჰალელუია, წმინდა უდიდებულო ღმერთო. შენ ხარ ჩვენი უფალი, შენ ხარ ჩვენი ღმერთი. მოდი აღაპყარით ხელები მადლიერების ლოცვით დავდგეთ მის წინაშე. ჰალელუია, დიდება შენ უფალო მარადიულო. ჭეშმარიტო ღმერთო, მიიღე შენ ქება დიდება და თაყვანისცემა. შენ ხარ ჩვენი უფალი. შენ ხარ ჩვენი ღმერთი, უფალი ყოვლის შემძლე და ყოვლის ყრობელი. გადმოღვარე შენი ბადი და წყალობა ჩემოწმინდაო მამაო, წმინდაო ღმერთო. შენ უფალი ხარ ჩვენი, შენ ზეციერი მამა ხარ ჩვენი. შენ უფალი ხარ ყოვლის ყრობელი. ჰალელუია, მიიღე შენ ქება დიდება და თაყვანისცემა. ჩემოწმინდაო მამაო, წმინდაო ღმერთო. შენ ხარ დიდებული ღმერთი და მარადიული ღმერთი. გადმოღვარე შენი მადლი და წყალობა უფალო ღმერთო. ურთხეულო ღმერთო, მიიღე ქება დიდება. ურთხეულო მამაო, მიიღე ქება დიდება და თაყვანისცემა. მადლობა უფალო იესო, რომ შენ მოხვედი ქვეყნიერებაზე, რომ შენ გაგვაცანი მამა, გაგვაცანი უფალო, შენი ბუნება, შენი ხასიათი. მადლობა ყველა მოცემული მაგალითისთვის, ყველა სიტყვისთვის უფალო, ყველა სწავლებისთვის მადლობას გიხდით უფალო იესო. მადლობა შენ ყველაფრისთვის. გვასწავლე უფალო. ჭეშმარიტი თავდაბლობა, გვასწავლე ჭეშმარიტი სიყვარული, ჭეშმარიტი მსახურება. ო ზეციერო ღმერთო, მადლობა და ქება შენ ყველაფრისთვის. ვიდრიგავ ჩვენს გულებს და გაქებ და გადიდებ ჩვენ და გთხოვ განწმინდე ყოველი ჩვენთაგანი. შენ თქვი უფალო იესო, გამბანილებს თვლიან და აღარ ჭირდება დაბანა მხოლოდ ფეხებისა და ამიტომ გთხოვ მოგვიტევე უფალო. ყოველ დღეურობაში თუ რაიმე ვიბინძურდებით უფალო. გვაპატიე უფალო ღმერთო. ყოველი არასწორი აზრი, არასწორი ფიქრი, არასწორი მოტივაციები. თუ ჩვენს კებედებებში რაიმე შეხედა უფალო. არასწორს უფალო გვაპატიე უფალო. გაგწმინდე უფალო. ჩვენი გულები იესო. თხოვ სულოცმინდა შემოდი ჩვენს გულებში ღრმად. და შეეხე იმ ადგილებს, სადაც გვჭირდება შენი შემწეობა, სადაც გვჭირდება შენი დახმარება, სადაც ჯერ გამარჯვება არ არის მიღწეული იესო. შენი სულით მოგვემსახურე, შენი სულით შემოდი, გაგწმინდე უფალო. გაგწმინდე უფალო. როგორც ბანდი ფეხებს მოწაფეებს და აშორებდი ფეხის ჭურს სასე უფალო, შენი დიდებული სულით მოგვაშორე. ყოველდღიური ჭუჭყი გულებიდან, აზრებიდან, ფიქრებიდან უფალო, მოგვაშორე უფალო. გაგწმინდე. გაგვასუფთავე ღმერთო შენი დიდები, შენი მადლით და ძალით. რომ ამ ქვეყნიერებაზე შემოშველებმა ვიაროთ უფალო, ღირსეულად და განდიდე შენი სახელი. მიიღე ქება დიდება ყველაფრისთვის. წმინდაო მარადიულო ღმერთო, ამაო ზეუსულო წმინდაო. ამინ. მოდი
ამ საგლობლის ფონზე ჩვენ აღვასრულებთ ახლა სიმბოლურად ფერბანვას და ჩვენი გულები განმავზადოთ ასევე ზიარებისთვის. გამდიდდეს უფალი. ჰალელუია.